Დარბაზში რო შევსულვარ, პროკურორის კამისკენ წავსულვარ და მე გამხსენებია, რომ მე აღარ ვარ პროკურორი. მე თითქმის 22 წელი ვიმუშავე პროკურორად და სიმართლე გითხრათ, თავიდან მართლა გამიჭირდა გაცილებით მეტი სიკეთის კეთების შესაძლებლობა მომეცა ადვოკატად მუშაობის პერიოდში, ვიდრე პროკურორობის დროს. ამ ბრალს ჩვენც კი ვხედავთ ამ საქმეში. როდესაც ვკითხულობთ ადვოკატები, ბრალს როგორ არ ვხედავთ, მაგრამ ჩვენ ვეძებთ კიდე დამატებით ისეთ გარემოებებს, რომელიც ჩვენ დასაცავ შეუძლებს თუნდაც ამ წარდგენილ ბრალს, რომელიც დასტურდება. ახალი სისხლისამართლის კოდექსი გაცილებით გამარტივდა. ძალიან ბევრი საპროცესო დოკუმენტი, საკამოძიებო მოქმედება ამოვარდა იმ სისხლისამართლის კოდექსიდან და უფრო მარტივად ხდება დანაშაულის ფაქტის დადგენა თუ არ დადგენა. დაზარალებული აღარ არის უკვე მხარე. დაზარალებულს ვეღარ იცავს ადვოკატი. ასეთ შემთხვევაში რაღაცა პატარა ეშმაკობა შეიძლება იხმაროს დაზარალებულმა. ზემდგომ პროკურორთან ჩივილი როშენი გამომძიებელი არ მუშაობს და ასე შემდეგ. დაზარალებული ეხლა რომ მივიდეს აბა ექსპერტიზა რო ჩატარდა რა შედეგი დასრულდაო შეიძლება არც უთხრან. ეს ხარვეზი ეს მე ხარვეზად მიმაჩნია. თაღლითობის ბუხში მოსახლეობას განმარტო თავარი განსხვავებული არის უნდა იყოს ადამიანი მოტყუებული. ნოტარიუსს რომ მაპატიეთ და მივადგებოდით რომ აი შენ რატო არ განუმარტე ეს ადამიანი ხელს რაზეა წერდა. მე მხოლოდ ხელმოწერაზე ვაგებ პასუხს. ნოტარიუსის პასუხი ასეთია. ხელშეკრულებას რომ აწერ ხელს, უნდა წაიკითხო რაზეა წერდა ხელს. ნებისმიერ მესამე პირებთან წაიყვანეთ ერთი ათეორასტი. წაიყვანეთ ერთი ადვოკატი და წაიკითხოს იმ ადამიანმა და ქართულ ხალხურ ენაზე გადაგითარგმნოთ. რა წერია აქ? ესე რომ მოხდება, მე რა იქნება? რატომ დუმხარ შენ ხარ საქართველოს? ეხლა ჩვენ ქალბატონ მალნას ნუ ვეჩხუბებით პროკურატურის მაგალითად. არა, არ უნდა მოასვენო, იქ უნდა დასახლდელევან, აი კარავი უნდა დასცე და დაჯდე იქ და მაგალითად პოლიციაში. აი ზუსტადაც ეგრე უნდა მოიქცე. კაცმა სრული 5 წელი მოიხადა არარსებული ბრალისთვის. რა არის ეს? დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს, მაგრამ უნდა აგოს ადეკვატურად, მაგრამ ის უნდა იყოს დამნაშავე, ეს უნდა დასტურდებოდეს და ეს უნდა იტყვეოდეს სასამართლოში და სასამართლო უნდა იყოს მეტად კვალიფიციური, მეტად გაბედული ასეთი გადაწყვეტილებების მიღების დროს. დარწმუნებული ვარ, რომ პირველ რიგში მოსახლეობისთვის იქნება ძალიან სასარგებლო დღევანდელი ჩვენი პოდკასტი და ჩვენი კოლეგებისთვის, რომლებიც თავიანთ პოზიციასაც გაგვიზიარებენ, თუნდაც კომენტარების სახით. მოგესალმებით ჩვენო საყვარელო მაყურებლებო და მსმენელებო. ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმ აქტიურობისათვის, რომელიც გამოიჩინეთ ჩვენი ეპიზოდებისა და ასევე მოკლე ვიდეოების მიმართ, რომლებიც როგორც გვეუბნებიან ძალიან დიდი რეკორდები დაამყარა სხვადასხვა პლატფორმაზე. ყოველგვარი რეკლამის გარეშე სხვათა შორის თავისით გავარდა ისე ეს ვიდეოები გაოცებულია ჩვენი სოცმედია მენეჯერი და ყველა ის ვინც დაინტერესებულია. ეს ნიშნავს რომ საინტერესო თემებზე ვსაუბრობთ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ლისის პოდკასტში. ეს სტუდია ჩვენთვის არის ძალიან საყვარელი და მშობლიური და არ მომბეზდება ამაზე ლაპარაკი არც ეპიზოდის თავში, არც ეპიზოდის ბოლოში. დიდი მადლობა. ახლა კი დავიწყოთ ჩვენი მომდევნო ეპიზოდი, რომლის სტუმარი გახლავთ ქალბატონი მანანა მოსულიშვილი. ქალბატონ მანანას მედალევანი ვიცნობთ დიდი ხანია, იმიტომ რომ ქალბატონი მანანა 2015 წლამდე პროკურატურის ორგანოებში მუშაობდა და ჩვენ გქონია მასთან ურთიერთობა როგორც პროკურატურის წარმომადგენელთან, ბრალი წარდგენა, საპროცესო პროცესებზე გამოსვლა და 2015 წლიდან ქალბატონი მანანა გახდა ჩვენი კოლეგა. რთული პროცესებით. რთული პროცესებით, მათ შორის, თუმცა ყოველთვის ხას გაუსვავრო ქალბატონ მანას არასოდეს დაურღვევია ის დისტანცია და ის ბარიერი არ გადმოულახავს, რომელიც არ ეკადრება ეხლა პროფესიონალს არ ეკადრება ბარიერის დარღვევა არც ადვოკატის მხრიდან, არც პროკურორის მხრიდან და ჩვენ შორის ესეთი რამ არასდროს მომხდარა, არა მხოლოდ ჩვენთან, არამედ საერთოდ ცნობილი იყო ქალბატონ მანა თავისი პრინციპულობით, როდესაც იყო სახელმწიფო ბრალმდებელი და ცნობილია ასევე თავისი გამოცდილებით, ძალიან დიდი გამოცდილებით და პრინციპულობით, ასევე ადვოკატურაში ის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრია და მუშაობს სისხლისამართლის მიმართულებით, ასევე არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების მიმართულებით. ძალიან საინტერესო სტუმარი ყავს უკვე წინასწარ ალბათ მიხვდით და მასთან პირველი ესეთი კითხვა მინდა დავსვა.
ქალბატონო მანნა მოგესალმებით, გვიხარია თქვენი სტუმრობა და პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე. მე არაერთი პროკურორი მეგობარი მყავს, მათ შორის უნდა დავასახელო ერთ-ერთი ქალბატონი ლენა კაპანაძე, ლეგენდარული პროკურორი, რომელიც პირველი მერხიდან მოვიდა სტუდენტის მერხიდან პირდაპირ პროკურატურაში და საკმაოდ წარმატებული კარიერა ჰქონდა და წავიდა ის პროკურატურის ორგანოებიდან თავისინებით სხვათა შორის არც არავის მასთან პრეტენზია არ ქონია და შემდეგ ეხლა იურისტი ისე ვერ გაჩერდება რა თქმა უნდა და გააკეთა ქალბატონმა ლენამ ბიურო, ადვოკატების ბიურო და ამ ბიუროსთან ჰქონდა ცოტა ხანს ურთიერთობა და ვეკითხებოდი რომ ლენა რატო შენ თვითონ არ გინდა რომ გამოხვიდე დასაცავად ადამიანის, აიღო შენ თვითონ საქმე რა, მეზენაკლები უნარი გაქვს ამისი და რა მითხრა იცი? ვერასოდეს ვერ დავაყენე ჩემი თავი დაცვის მხარესო. საქმის რო ვკითხულობ ბრალსო. აი ვერ გამოვედი ამ მდგომარეობიდანო. აი თქვენ როგორ გამოხვედით ამ მდგომარეობიდან, რომ სახელმწიფო ბრალმდებელი, რომელიც საქმეს კითხულობს და ეძებს ბრალს და იცავს შემდეგ სახელმწიფოს ინტერესებს დისკრეციული უფლებას იყენებს დევნოს დანაშაული უცბად აღმოჩნდით დაცვის მხარეს და ხა თქვენ უნდა ეძებოთ საქმეში ის გარემოებები რომელმაც თქვენი დასაცავი პირი უნდა გაამართლოს აი საკუთარ თავს არ ეწინააღმდეგებით აი საინტერესო პირველი ემოცია როცა უკვე თქვით რომ უკვე მოხდა ის რომ თქვენ ხართ ადვოკატი აი ეს პირველი ემოცია რა იყო ის პირველი პროცესი თუ გაიხსენებთ მოგესალმებით მეგობრებო პირველ რიგში მინდა წარმატება გისურვოთ ნამდვილად საინტერესო გადაცემის იდეა მოგივიდათ და ეს არა მარტო საინტერესო მე ვფიქრობ რომ ძალიან სასარგებლოც უნდა იყოს ჩვენი კოლეგებისთვის და დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე ისე აკრიფავს სიჩქარეს ეს თქვენი გადაცემა რომ ძალიან ბევრი მოინდომებს თავის ინიციატივით შემოგთავაზებენ გადაცემაში მონაწილეობას იმ საინტერესო თემებზე იმ პრობლემებზე რაზეც დღესდღეობით არსებობს ქართულ მართლმსაჯულებაში. ახლა თქვენ შეკითხვაზე გიპასუხებთ. მე თითქმის 22 წელი ვიმუშავე პროკურორად და სიმართლე გითხრათ, თავიდან მართლა გამიჭირდა უფრო მეტად კლიენტებთან ურთიერთობა. ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა კლიენტი, მაგრამ სამწუხაროდ კლიანად ხო, ასოციაციის თემა თუ როგორ თქვა, ისეთ სახელი აქვს თვითონ კლიენტი, ახლა მე მომწონს თუ არ მომწონს ეს სხვა თემაა, კლიენტებთან ურთიერთობა და სასამართლოს ხომაზეც ხშირად მე ისევ დარბაში რო შევსულვარ, პროკურორის კამისკენ წავსულვარ და მე გამხსენებია რომ მე აღარ ვარ პროკურორი, თუმცა ეს ტრაგიკული ნამდვილად არ იყო ჩემთვის და ადვოკატად მუშაობა არც ყოფილა ისეთი რთული სხვათა შორის, აი როგორც თქვენ ბრძანეთ ლენა კაპანაძის შემთხვევაში, ალბათ იმიტომ რომ მე გაცილებით მეტი სიკეთის კეთების შესაძლებლობა მომეცა ადვოკატად მუშაობის პერიოდში, ვიდრე პროკურორობის დროს. მაშინაც არ ვიყავი ბოროტი და ესეთი უმკაცრესი პროკურორი, შესაძლებლობების ფარგლებში ყოველთვის ვცდილობდი რომ პირველ ბრალდებულისთვის და დაცვის მხარისთვის მე პიროვნული ინტერესი არც მქონია და არც გამომიხატავს, თუმცა ადვოკატს უფრო მეტი შანსი აქვს, მეტი შესაძლებლობა აქვს, რასაკვირველია, რომ ბრალდებული სასარგებლოდ ისე იმოქმედოს, რომ მის სასიკეთოდ შემოაბრუნოს ესა თუ ის საქმე. აქ დაგიზუსტებთ, ისე იგი ქალბატონ ლენას ეს პოზიცია ჰქონდა ისიც საკმაოდ ისეთია ჰუმანური ადამიანია და ვერანაირად ვერ ვიტყვით, რომ ქალბატონ ლენა რამენაირად ვიღაცას ჯიბში ჩაუდგებოდა, ნამდვილად არა, მაგრამ ბუნება, ანუ აი მოცემულობა, რომ მე ვარ სახელმწიფო ბრალმდებელი და ვდებ დანაშაულს. ეს ვერ, ანუ სულ ხედავო და ბრალსო საქმეში. ამ ბრალს ჩვენც კი ვხედავთ ამ საქმეში. როცა ვკითხულობთ ადვოკატები, ბრალს როგორ არ ვხედავთ, მაგრამ ჩვენ ვეძებთ კიდე დამატებით ისეთ გარემოებებს, რომელიც ჩვენ დასაცავ პირს შეუუბსუბუქებს, თუნდაც ამ წარდგენილ ბრალს, რომელიც დასტურდება. დაუშვათ. აი ეს არის განსხვავება. ხვდებით და როდესაც დიდხანს მუშაობ როგორც ბრალმდებელი, მართლა ცოტა ძნელია რომ შეიცვალო. ანუ გადალახვის პრობლემაა. ხო, ან ფსიქოლოგიური გადალახვის პრობლემა. ეს პრობლემა გადავლახე კი ბატონო ფსიქოლოგიურად, მაგრამ აქ ერთი პლუსი ჩემს პროკურორად მუშაობას, პროკურორობის გამოცდილებას ის აქვს ბატონებო რომ მეგობრებო რომ ჩვეულებრივი ადვოკატი აი მთელი ცხოვრება რომ ადვოკატად მუშაობს, ხო? ის აი როგორც თქვენ ბრძანეთ
ბრალში და საქმეში ეძებს რაღაცას, მაგრამ შეიძლება მან ის ვერ შენიშნოს, რაცაც მე შევნიშნავ. ეს დიდი უპირატესობაა თქვენი. შეიძლება პატარა ნიუანსი იყოს და უკვე პროკურორის პოზიციიდან უყურებ ამა თუ იმ საქმეს და შესაძლებლობის მიხედვით გამოვიყენებ თუ გამოსაყენებელია, რასაკვირველია დაცვის ჩემი ბრალდებულის და დაცვის უფლებების განსახორციელებლად, თუ არა თუ ისეთი უმნიშვნელო რაღაცა მე მაგალითად ახლა რთულია არ ვისაუბრო იმაზე რომ მიყვარს მე ჩემი პროფესია, მიყვარს გამომძიებლებთან მუშაობა, ახლაც კი თქვენ წარმოიდგინეთ, იმიტომ რომ ბევრჯერ რომ ვატყობ რომ გამოუცდელი და ახალბედა გამომძიებელია, რჩევასაც კი ვაძლევ, ის რამაც შეიძლება ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს არაფერში არ არგოს და სამაგიეროდ არც ავნოს, ასეთ შემთხვევაში მოსამართლის წინაშე რომ ცუდად არ გამოვიდეს გამომძიებელი, მე რჩევაც მიმიცია, რატომაც არა, იმიტომ რომ გარდა იმისა, რომ ის გამომძიებელია და შეიძლება ჩემს მოწინააღმდეგე მხარეთ აღვიქვამდე, ის არის ახალგაზრდა კადრი, რომელმაც უნდა ისწავლოს ჩვენნაირი გამოცდილი იურისტებისგან. ამიტომ შესაძლებლობის ფარგლებში რასაკვირველია, რომ დავიცვა ელემენტარული სუბორდინაცია და ის პრინციპი, რომ დაცვის უფლება არ დავარღვიო, მე ამასაც ვაკეთებ და მეკმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩემი გამოცდილებით თუნდაც გამომძიებელსაც დავეხმარო. თქვენ ეს ფსიქოლოგიური ფაქტორი და ასე შემდეგ გადალახეთ და ძალიან კარგია. დღეს ძალიან ადამიანს იცავთ, კლიენტს მოდი უწოდებთ, ბევრი დაგიცავთ. აი ეს საინტერესოდ მაინტერესებს ერთი საინტერესო საკითხია სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც ძველი კოდექსი, რომელიც შეიცვალა ახალით. რა განსხვავებაა ძველსა და ახალს შორის? გააფართოვა მან დაცვის უფლება თუ შეამცირა თუ რა მოგცა სიახლე? მოგეხსენებათ მე 1993 წლიდან მუშაობდი პროკურორად და მაშინ ჯერ კიდევ ძველი სისხლის სამართლის კოდექსით მუშაობდით, რომელიც უაზროდ რთული კი არა, როგორ ვთქვა, ძალიან დატვირთული იყო ზედმეტი საპროცესო მოქმედებებისგან, საგამოძიებო მოქმედებებისგან, ოქმებისგან უფრო სწორად, უფრო მეტი ხაღალზე მუშაობა ჭირდებოდა გამომძიებელს. ახალი სისხლის სამართლის კოდექსით გაცილებით გამარტივდა, ძალიან ბევრი საპროცესო დოკუმენტი, საგამოძიებო მოქმედება ამოვარდა იმ სისხლის სამართლის კოდექსიდან და უფრო მარტივად ხდება დანაშაულის ფაქტის დადგენა თუ არ დადგენა. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ დღევანდელი კოდექსი ბევრად უკეთესია, ვიდრე ძველი სისხლის სამართლის კოდექსი, საუბარია 61 წლის ძველი იყო, რა თქმა უნდა. თუმცა 2006 წლამდე მოქმედი რედაქციაზე ვლაპარაკობთ, ხო? იქ ქონდა ესეთი მოცემულობა, რომ შეგვეძლო ნებისმიერ ეტაპზე წარგვედგინა ახალი მტკიცებულება. შემდეგ ახალ კოდექსშიც იყო ეს მოცემულობა, მაგრამ ეს მუხლი გაუქმდა. რამაც დაცვას წართვა შესაძლებლობა ერთი დაფარული მტკიცებულება ქონოდა და ხშირად ეს ერთი დაფარული მტკიცებულება იყო ძალიან მნიშვნელოვანი. მოსახლეობისთვის განმარტავთ, რომ დღეს მოქმედი კანონმდებლობით ბრალდების მხარე ვალდებულია, ვიდრე სასამართლოში წავალთ. დაცვის მხარეს გაუცვალოს სრულად მის მიერ მოპოვებული ყველა მტკიცებულება, ისევე როგორც დაცვის მხარეა ვალდებული, ბრალდების მხარეს გაუცვალოს ყველა ის მტკიცებულება, რითაც ის აპირებს დაიცვას თავისი დასაცავი პირი და სასამართლოში მხარეები მიდიან თანაბარი შესაძლებლობებითა და უფლებებით. მუხლი, რომელსაც მე ვამბობ და ამოვარდა, ეს მუხლი გულისხმობდა, რომ დაცვის, ანუ ბრალდებულის დაცვას ერთი უპირატესობა ჰქონდა ბრალდებასთან, რომ ერთი დაფარული მტკიცებულება, რომლის შესახებაც ბრალდების მხარე ინფორმირებული არ იყო, შეეძლო აი მარტივად ვთქვა, ჯოკერივით ამოეღო პროცესზე და დაედო და აქ უკვე ბრალდების მხარე მის საპირისპიროს ვერაფერს მოიტანდა და ეს ძალიან კარგად მუშაობდა, მაგრამ ეს მუხლი ამოიღეს. თუმცა იქ ჯარიმაც იყო გათვალისწინებული, ანუ ადვოკატი ვალდებული იყო, რომ გადაეხადა ჯარიმა თუ კი ასე დაფარულ მტკიცებულებას წარმოადგენდა, მაგრამ ეს მტკიცებულება იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ მხარე თანახმა იყო, ჯარიმაც კი გადაეხადა, ოღონდ ეს მტკიცებულება გამოიყენებინა. ეს იქნებოდა საექსპერტო დასკვნა, თუ ეს იქნებოდა რომელიმე მოწმე, თუ ნებისმიერი რამ, ეს აღარ გვაქვს. ამან არ შეასუსტა დაცვის მხარე.
სამწუხაროდ ვერ დაგეთანხმებით ქალბატონო ელზა, რამდენადაც როგორც მოგეხსენებათ იგივე 93 მუხლის შესაბამისად მხარეები წინა სასამართლოს სხდომამდე 5 დღით ადრე გადასცემენ ერთმანეთს მტკიცებულებებს, 5 დღის შემდეგ მოპოვებული მტკიცებულებას უკვე ვერც ერთი მხარე ვერ წარადგენს, ხომ? ასეთ შემთხვევაში თუ მე 5 დღით ადრემდე მაქვს, ადრე პერიოდამდე მაქვს რაიმე ეს ჯოკერი მტკიცებულება, როგორც თქვენ ბრძანეთ, მე ხომ შემიძლია გადავცე ბრალდების მხარეს და ბრალდების მხარემ რომც მოიპოვოს მისი საპირისპირო რაიმე მტკიცებულება ვეღარ წარადგენს სასამართლოში ვეღარ წარადგენს ვერც დაცვის მხარეს ვერ გაუცვლის და შესაბამისად მიმაჩნია რომ ეგ მუხლი აბსოლუტურად მაგ მუხლში ეგ ჩანაწერი აბსოლუტურად ზედმეტი იყო ცოტა სტრატეგიული ის იყო, დარტყმის საშუალება იყო და კარგი იყო. 1-2 გამოვიყენე და ძალიან კარგად იმუშავა და ძალიან მულიმწყდება რომ აღარ არის. ქალბატონო მანდა, საინტერესო რა არის ამ პროცესში, კოდექსში, რომ დაზარალებული აღარ არის უკვე მხარე. დაზარალებულს ვეღარ იცავს ადვოკატი. ჩემი აზრით, ეს არის ძალიან ისეთი დისკრიმინაციული მომენტი, როდესაც მხარი რჩება დაზარალებული რჩება ადვოკატის გარეშე და ხშირად ყოფილა ისეთი მომენტი რომ ადვოკატს დაზარალებულს დომებია რაღაც დოკუმენტის მოძიება რაღაც კიდევ სხვა მასალების მოძიება მაგრამ რაღაცნაირად ვერ გააგებინა გამომძიებას ვერ გააგებინა პროკურორს და არადა იცის რომ ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა და მას გვერდით აღარ ყავს ადვოკატი ეს არ არის უფლების შეზღუდვა დაზარალებულის რომ მას უკვე ადვოკატი ვეღარ იცავს ანუ თქვენ იმას გულისხმობთ რომ დაზარალებულს არ აქვს უფლება რომ წარადგინოს რაიმე სახის მტკიცებულება ხო ასეთ შემთხვევაში რაღაცა პატარა იშმაკობა შეიძლება იხმაროს დაზარალებულმა ადვოკატის ყოლის უფლება როგორ არ აქვს დაზარალებულს მოწმეს აქვს ადვოკატის ყოლის მხარი არ არის არა მხარი არ არის პროცესი არ არის მხარი მაგრამ გამოძიებაში შეუძლია მაგალითად როდესაც მქონია ასეთ შემთხვევა განცხადებას დაურთავ იმ მტკიცებულებას დავწერ განცხადებას პროკურორის სახელზე დაურთავ იმ მტკიცებულებას რაც მიმაჩნია რომ გამოძიებისთვის მნიშვნელოვანია ამ შემთხვევაში გამოძიებას რა თქმა უნდა ობიექტურობის განცდა აქვს გამოძიებას დაინტერესებულია რომ ობიექტურად ჩაატაროს გამოძიება და მისთვის მნიშვნელოვანი დოკუმენტი თუ რამეა საგამოძიებო მოქმედების საპროცესო ან საგამოძიებო მოქმედების გზით დაამაგროს საქმეში ეს მტკიცებულება გამოძიების ინტერესიც არის ეს რომ ცალსახად არ წარიმართოს გამოძიება შესაბამისად ის რომ ეხლა როგორც დაცვის მხარე და ბრალდების მხარე ოქმებს ვადგენთ მტკიცებულებების გაცვლაზე ასე თუ არ ხდება და მხარე არ არის ასეთ შემთხვევაში პროკურორი და ბრალდების მხარე საერთოდ დაინტერესებულია იმით რომ ობიექტურად ჩატარდეს გამოძიება და თუ რაიმე მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს დაზარალებული რატომ არ შეიძლება დაუშვათ თუ ამოსაღებია ანუ საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით არის დასამაგრებელი სისხლის სამართლის საქმეში გამომძიებას თავისუფლად შეუძლია და თემა რო შევაჯამოთ და ჩვენს მოსახლეობას პატარა რჩევა მივცეთ დაზარალებული ღმერთმა არ გამყოფოთ მაგრამ თლად დაუცველი არ არის მას რა თქმა უნდა უფლება აქვს ყავდეს ადვოკატი ეს ადვოკატები არიან აგერ ჩვენი კოლეგები და დიდი არმია სხვათა შორის გამოცდილი და კარგი ერთგულები თავის საქმის შეუძლია ადამიანმა დაზარალებულმა აიყვანოს ადვოკატი და თუ ის ადვოკატი იმუშავებს ჯერ დაზარალებულთან თვითონ რა შეასაქმე რატომ არის ეს ადამიანი დაზარალებული რა გარემოებებმა დააყენა ეს შედეგი და აი პრაქტიკულად მე მაგალითად თავს არ ვიქებ მაგრამ გამოძიებული საქმე ჩამიბარებია გამოძიებისთვის ანუ საჩივარში გამომიკვეთავს ის გარემოებები რითაც მე ვთვლი რომ ეს კაცი დაზარალს და თუ ქალი იყო თუ ბავშვი იყო ვინც იყო ასევე მიმითითებია მტკიცებულებების შესახებ საიდან შეიძლება ეს იყოს მოპოვებული თუ მე მაქვს ქსეროასლები მას დაურთავ მოწმეები და მისახელებია და მე თუ არ მუშაობს მე განცხადებაზე აბარაშობი და მართალია ძალიან მართალია ხლა მე კიდე გრისუფლება გვაქვს იცი თუ გამომძიებელი აყოვნებს და რა იქ ვადები ხო არ არის სანამ ბრალს არ წავდგენ ვადები არ არის და აი სისხლის სამართლის საქმეს ნომერი თუ მიენიჭა მე უკვე არ აგიშავს გასული ხარ ფონს და აი მე განცხადებები რასაკეთებ ზემდგომ პროკურორთან ჩივილი რო შენი გამომძიებელი არ მუშაობს და ასე შემდეგ
მიღწევადია შედეგი. უბრალოდ ჩვენ პროცესზე ვერ გამოვდივართ, მაგრამ მე რა გვეუბნება პროკურორი, რომ თუ დავინახეო ბრალიო მეო და წარმადგინე ბრალიო, უკვე მე ვიცავ იმ დაზარალებულის უფლებას. გასაკვირველია და ბოდიშს გიხდით ერთი მინდა რომ შევაწყვეტინოთ, მე ისეთ შემთხვევებიც მქონია, რომ საჩივარში რაც ჩამიწერია, იმ ჩემ ჩანაწერს ასახვა პოვებია ბრალში. ბრალშია, იმიტომ რომ დადასტურდა. ხო, იმიტომ რომ რამდენად მოტივირებულ საჩივარს დაუწერ დაზარალებულს ადვოკატი და რა თქმა უნდა და რას დაურთავ იმ საჩივარს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ასე რომ არ მინდა ჩვენ მოსახლეობას ისეთი შთაბეჭდილება დარჩეს, რომ დაზარალებული დაუცველია. პირიქით, თუ კი ადვოკატი კარგად იმუშავებს და ბრალდების მხარეს დაანახებს, რომ შესაძლოა адგილი კონდეს სავარაუდო დანაშაულის ფაქტს, აუცილებლად მოხდება რეაგირება. მე ამაში დარწმუნებული ვარ, იმიტომ რომ პროკურატურაში საკმაოდ კვალიფიციური და გამოცდილი კადრები არიან. ერთი ძალიან ისეთი ცოტა საჩოთირო ნიუანსია. დაზარალებული მას შემდეგ რაც ის არის დაზარალებული, საქმეში გვევლინება როგორც მოწმე. შესაბამისად მას უფლება არ აქვს გადაიღოს საქმის მასალები და გაეცნოს საქმის მასალებს. აი ეს მოწმის სტატუსი სანამ ექნება. კი ბატონო, მაგრამ საერთოდაც დაზარალებული ახლა რომ მივიდეს ექსპერტიზა რო ჩატარდა რა შედეგი დასრულდაო, შეიძლება არც უთხრან. ეს ხარვეზი ეს მე ხარვეზად მიმაჩნია სიმართლე რომ გითხრათ. კავდემანდა საინტერესო პროცესუალურ საკითხებს შევეხეთ, მაგრამ ახლა გადავხედოთ როგორ ხდება ეს რეალიზდება გამოძიებაში. არის საქმეები მაგალითად, სადაც პრობლემა გვაქვს სერიოზული. თაღლითობების საქმეებზე მაგალითად გამოძიება ან იწყება, ან არ იწყება. თუ იწყება, ძალიან დიდი გრძელი დრო ჭირდება ისეთი დაუმთა დაუსრულებელი თაროზე შემოდებული და ასე შემდეგ. აი თქვენი გამოცდილებიდან გამომდინარე საინტერესო საკითხია თაღლითობის გამოძიება ასე რთულია? რომ ამდენი საქმე გამოუძიებელია და თაროზე შემოდებული? თუ ბევრია თაროზე და არ ყოფნის ხალხი. სხვათა შორის ბევრია. ჩვენ სოციუმში მოგეხსენება ძალიან გახშირდა მოტყუების ფაქტები. ეს ეხება როგორც უძრავ ქონებას, ისე საბანკო ტრანზაქციებს და ასე შემდეგ და ეს ყველასთვის არის ცნობილი და ძალიან გახშირებული ფაქტებია. თუმცა მე იმით დავიწყებ, რომ გამოძიების დაწყების გარატო იკავებენ თავს. იყო პერიოდები, ახლა მე მოგახსენეთ, რომ საკმაოდ ხანგრძლივად მუშაობდი მე პროკურორად და გარკვეული პერიოდი თაღლითობის საქმეებზე, მხოლოდ თაღლითობის საქმეებზე მუშაობდი. ჯგუფიც ჰქონდა კი და თაღლითობის საქმეებზე მუშაობდი და გამომძიებლებიც ყავდა გამოყოფილი იმ ჯგუფში, ვინც მხოლოდ თაღლითობის საქმეებზე მუშაობდა და მაშინ ყველაფერზე ვიწყებდით გამოძიებას, ყველა სავარაუდო თაღლითობის ფაქტზე და ძალიან ბევრი საქმე ჰქონდა შესაწყვეტი. მე მახსოვს ჩემი პრაქტიკიდან, რომ მოვატანებდი საქმეს გამომძიებას ძალიან ბევრს და შევწყვიტავდი, იმიტომ რომ იქ დანაშაულის ნიშნები არ იყო. შემდეგ მოხდა ისე, რომ პირიქით არაფერზე არ იწყებოდა, ძალიან იშვიათად თუ შეიძლებოდა, რომ დაწყებულიყო გამოძიება. ესეც ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდით, მაგრამ ახლა დღეისათვის მე მიმაჩნია, რომ საკმაოდ ფრთხილად ეკიდება პროკურატურა თაღლითობის საქმეზე, გამოძიების დაწყებას და მეს აბსოლუტურად ნორმალურად და მიზანშეწონილად მიმაჩნია, იმიტომ რომ თუ ახლა ასე ვთქვათ თაღლითობის მსხვერპლს მიაჩნია, რომ ის დაზარალებულია, ჩვენი იურისტები ვართ მოგეხსენებათ და თუ არ გამოვიკვლიეთ აი ეს გასაუბრების ოქმე რომ დგება ადრე ვეძახდით მოკლევა ერქვა ძველი კოდექსით, ახლა არის წინა საგამოძიებო ქმედებები, ვიდრე გამოძიება დაიწყება, გამომძიებელს ევალება რომ დეტალურად, ანუ გამოკვეთოს ამ საჩივარში, ახლა ყველას არ აქვს იმის საშუალება, ყველა ადამიანს რომ ადვოკატი აიყვანოს, ხო, დამეთანხმებით და ჩვეულებრივ საჩივარს წერს პროკურორის სახელზე. მაგრამ იმ საჩივარში მითითებული გარემოებები თუ არ დააზუსტა გამომძიებელმა იმ გასაუბრების ოქმით, თუ არ გამოიკვეთა რაიმე სახის სავარაუდო დანაშაულის ნიშნები, იქ არც იწყება გამოძიება, მოგეხსენებათ. თაღლითობის მუხლში მოსახლეობას განვარტოთ თავარი განსაზღვრელი არის, უნდა იყოს ადამიანი მოტყუებული. დობა და მოტყუება. ხო. აი მაგალითად, კარგით შევეხოთ ამ საკითხს და გადავიდეთ დასტურდებოდეს რომ ვიმსჯელოთ. აი მაგალითად მე მაქვს ერთი შემთხვევა გორში კონკრეტულად პირის, რომელმაც ბინა ჩადო იპოთეკით დატვირთა სესხი აიღო და ასე შემდეგ, მაგრამ ეს იმდენად სწრაფად მოხდა და ასე შემდეგ, რომ ეს საჯაროში რომ მივიდა იპოთეკის და სესხის და იპოთეკის ნაცვლად გაუფორმეს პირდაპირ ნასყიდობა.
რაღაც ისეთი გარემოებაში აღმოჩნდა. შემდეგ გამოძიება დაიწყო ამ საქმეზე, მოკლება დაიწყო და თქვენს რომ კი ნამდვილად ეს ქალბატონი არის მოტყუებული, მაგრამ გამოძიება შეჩერდა და ამბობს გამოძიება რომ იცი რა, აი რაღაც კიდევ არის საჭირო, რაღაც კიდევ ანუ ძირითადად იციან ხოლმე სამოქალაქო სამოქალაქო დავისაგანია. ამ დროს თუ დაინახეს ხელშეკრულება ქვია დამთავრდა. ამ დროს უტყუარად დასტურდება მოწმეებით, უტყუარად და დღეს ეს ქალბატონი ისევ ჩვენმა მედიას პლატფორმას გააშუქა, დღეს ეს ქალბატონი ისევ გამოსახლების წინაშე არის ემუქრება გამოსახლება. მივმართეთ გორის პროკურატურას, მივმართეთ სასამართლოს და ვთხოვეთ რომ აი ხო გვაქვს მოვიტანეთ ახლა ახალი ფაქტები, ახალი მტკიცებულებები გვაქვს, მაგრამ საქმე მაინც არ მიდის წინ. ამ ქალბატონს ისევ ემუქრება გამოსახლება. 5, 10 მოწმე, 20 მოწმე თავისი მტკიცებულებებით, თავისი ჩანაწერებით და ასე შემდეგ რომ ნამდვილად ასე იყო, მაგრამ არა ეს, არ ვიცით რა იქნება, როგორ იქნება, ესეთი მოცემულობა გვაქვს. აი როდესაც ესეთი საჩოთირო თემებია, არა უნდა უჭირდეს თუ არა პროკურატურას ამის გამოძიება და უნდა თქვას, აი უტყუარი მტკიცებული აგერ ფაქტი მაგდებული მაქვს. ის ვინც არის, მევახშია თუ ვინც არის, ხო, გამსესწრებელია და ასე შემდეგ, 100 დაზარალებული ყავს, ჩემს ხელში გადის ეს საქმე, რომ პროკურორი ვარ და ხედავ. აი რატო უნდა უჭირდეთ აი ასეთი საქმეების გავს? იქ ხო წერია პირდაპირ მიზანი აქვს იმ ვინც ბინა იყიდა თუ ბინაში პოლიცია თუ ას მიზანი პირდაპირ ამბობს რომ ეს ბინა მე მომეწონას და ჩემია უკვე ეს ბინა. მაშინ როდესაც პროფესიონალ თაღლითებზე. როდესაც რეალურად დასტურდება რომ თანხა სესხია და არა ბინა არ უყიდია მას, ბინა მას არ უყიდია. თანხა გაასესხა. ეს ხო არის პრობლემა. და ასეთი ძალიან ბევრია. დიახ, დაგეთანხმებით რა თქმა უნდა, მაგრამ მან ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნიუანსია. სხვათა შორის ჩემი პროკურორობის დროსაც იყო ძალიან აქტუალური, აი იპოთეკით დატვირთვა, ბინის სესხს რომ იღებს ადამიანი, მან ძალიან მნიშვნელოვანი არის სესხის ვადა. სესხის ვადა. საკმაოდ სერიოზულ თანხელზე რომ აწერს ხელს ბინის მესაკუთრე და სასხულობს დაუშვათ $30,000, რომელიც 3 თვეში ან 6 თვეში უნდა ჩაასესხოს, დააბრუნოს, ხო, სხვანაირად ბინას ვერ დაიბრუნებს უკან. ამ დროს მას არანაირი რესურსი არ აქვს, რომ ეს თანხა იშოვოს და დაუბრუნოს მევალეს, ხო? აი ამით სარგებლობდნენ ძირითადად ეს იპოთეკარები და სწორედ აი ამ მოკლევადის გამო ხდებოდა ის, რომ იცოდა იპოთეკარმა წინასწარ, რომ ეს 3 თვეში ამ თანხის დამბრუნებელი არ არის და ეს დარჩებოდა, ეს ბინა დარჩებოდა ამას. აი სწორედ ამიტომ ადამიანების, ჩვენი მოსახლეობის, ბინის მესაკუთრეების გაუცნობიერება იწვევს ამ ყველაფერს და პროკურატურას იმიტომ უჭირს რომ გეუბნებიან რომ ხელშეკრულებას რომ აწერ ხელს უნდა წაიკითხო რაზე აწერ ხელს ნოტარიუსს რომ მაპატიეთ და მივადგებოდით რომ აი შენ რატო არ განუმარტე ეს ადამიანი ხელს რაზე აწერდა მე მხოლოდ ხელმოწერაზე ვაგებ პასუხს ნოტარიუსის პასუხი ასეთია იქ შინაარსი რა წერია ხელშეკრულებაში რა წერია განცხადებაში რა წერია რაზე აწერს ხელს ეს ჩვენი განსამარტი არ არის ნოტარიუსი ამას ამბობს არ არის ეს მართალი ნოტარიუსი ბოდიშვიხდი ნოტარიუსი მხოლოდ ხელმოწერას ადასტურებს იმ შემთხვევაში თუ მე მივედით და მხოლოდ იმის დადასტურება გვინდა რომ ნამდვილად ჩვენ მივედით და ნამდვილად ჩვენ მოვაწერეთ პიროვნების იდენტიფიკაციაზე ანუ ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება ანუ გამზადებული დოკუმენტი მივიტანეთ რა წერია ნახეთ ორი განსხვავება მე შევაჯამებ ხოლმე რომ რჩევებიც მივცეთ ჩვენს რა თქმა უნდა სასარგებლო უნდა იყოს ჩვენი შეხვედრა მოსახლეობისთვის ნოტარიუსთან რომ მივედით და მივიტანეთ გარკვეული ჩვენი დაწერილი ტექსტი ხელით იქნება ეს დაწერილი თუ დაბეჭდილი მივედით 2-3 ადამიანი და გადავწყვიტეთ რომ ნოტარიუსის წინაშე მოვაწეროთ ხელი ეს კრების ოქმებს ეხება თუ ნებისმიერ სხვა ურთიერთობას მორიგ რაღაცაზე მოვრიგდით და ჩვენ გვინდა უფრო მეტი სანდოობისთვის ნოტარიუსის წინაშე მოვაწეროთ ხელი რომ მე არ იყოს იმის ლაპარაკი რომ ეს ჩემი ხელმოწერა არ არის ეჭქვეშ რომ არ დადგეს ნოტარიუსი ადგენს და წერს კიდეც რომ მე დავადგინე მათი ნამდვილობა ანუ პიროვნება დავაიდენტიფიცირე დავრწმუნდი რომ მოსულია ნამდვილად ელზა ჯმუხაძე არ იყო მთვრალი არ იყო გაგიჟი გადარეული და ჩვეულებრივ ნორმალურად აზროვნებდა გამოხატა თავისი ნება ამ დოკუმენტზე ხელმოწერით და დავინახე რომ ნამდვილად მან მოაწერა ხელი
ეს ერთი შემთხვევა, მაგრამ როდესაც სესხი და იპოთეკა არის, როდესაც რთული ესეთი იურიდიული ნიუანსები არის, ნოტარიუსი ნახეთ რა წერს, მე განვუმარტეო ეს უზენაეს სასამართლოს მითითებაა სხვათა შორის. არა, წერია მე იქ. ხო, იმის მერე დაიწყეს. განვუმარტეო შესაძლო სამართლებრივი შედეგებიო და ამ განმარტების შედეგადო მან გამოხატანებაო. ეხლა თქვენ რო ხელი მოაწერეთ პატივცემულებო, მიბძანდით და 5-6 ფურცელი იყო. და იქ წერია ეს განუმარტე ასე შემდეგ და გეუბნება ნოტარიუსი, აი, ხაზია გასმული, აქ სრულად მომიწერე ხელი, აქ მოკლედ მომიწერე ხელი და აწერთ ამას ხელს და ეს არც წაგიკითხავთ. 99%-ში. ან თუ წაიკითხეთ, ვერც კი გაიგეთ. ფრაზა რას ნიშნავს? განვუმარტე მას მოსალოდნელი სამართლებრივი შედეგები. მივდივართ დასკვნამდე, რომ როდესაც მიდიხართ სერიოზულ საქმეზე, რომელიც ეხება თქვენს ფინანსებს, თქვენს უძრავ ქონებას, თქვენს სამართალ ურთიერთობებს ნებისმიერ მესამე პირებთან, წაიყვანეთ ერთი ადვოკატი. წაიყვანეთ ერთი ადვოკატი და წაიკითხოს იმ ადამიანმა და ქართულ ხალხურ ენაზე გადაგითარგმნოთ რა წერია აქ ესე რომ მოხდება მერე რა იქნება ამას თუ არ აკეთებთ ხედავთ რა დღეში ვარ მაგრამ აქ ხელზე ერთი მომენტია კიდევ ადრე იყო სესხი და იპოთეკის ხელშეკრულებები ფორმდებოდა მაგრამ ეხლა აღარ ფორმდება კერძო პირებს აიკრძალათ ნახეთ ერთი უკიდურეს მაგრამ გადავედით ეხლა მეორე უკიდურესობაში ბანკებმა მაიღეს და ეხლა კერძო გამსესხებლები უკვე სესხი და იპოთეკა ხო აკრძალულია აკეთებენ ყიდვა გამოსყიდვის ხელშეკრულებას ან უკიდურეს შემთხვევაში აკეთებენ პირდაპირ არეგისტრირებენ საკუთრებაში და ამ დროს პიროვნებას მოაქვს არეგისტრირებს ყიდვა გამოსყიდვის ხელშეკრულებას და მერე მოაქვს დაზარალებულ მხარეს ვინც ვერ გადაიხადა თანხა და რაღაც ხო მოაქვს რომ აი მე ჩაურიცხე მე ფული მივეცი მე ფული გადაურიცხე და ხელზე მოცემული ხელზე ასე არის იმ ქალბატონის გორელი ნაზოს საქმეზე ხო და გორელ ნაზოს თავის დროზე მოეძებნე შენ აი მაგ დღეში არ ჩავარდებოდა და საკმაოდ მრავლადაა და ასეთი საქმეები კი ასეთი არა ვინც მოძებნა ადვოკატი და ვინც მოძებნა იურისტი მე რა შეთანხმებაზე 20000-ს დასვა 50000-ზე მოაწერიდეს ხელი ყველაზე ცუდი რამე ეს მოხდა და არ მინდა ახლა იმ ჩვენი კოლეგის ხსენება და აი ესეთი მტკიცებულებები მიუხედავად ამისა მივიტანე პროკურატურაში მივიტანე გამოძიებაში და იცი რა აი შეთანხმება აქვს ვეუბნები პროკურორს რომ შეთანხმება არ შემდგა იმიტომ რომ 20-ის ნაცვლად 50 ვერ გადაიხადა ეს შეთანხმება არ შემდგარა და ვუბრუნდებით იგივეს არ ვიცით ახლა რა მოხდება ამ ქალბატონს ისევე მოხდება საყვარელო ჩემო კარგო და ბედნიერო ადამიანო აი რაღაცაზე არ შეთანხმებულა სიტყვიერად აი იქ ჩაიწერა რისი ბრალი არ წაიკითხა ნაზომ არ წაიკითხა ხო და მე რო არ წაიკითხა ნაზოს ადვოკატი რო ყოლო და ხო წაიკითხავდა ყავდა ადვოკატი მაგრამ სამწუხაროდ არაკეთილ სინდისიერები ეხლა მაშინ იმ ადვოკატს უნდა უჩილოს ნაზომ ეთიკის კომისიაში ნუ ის მისი საქმე მაგრამ საქმე იმაში მდგომარეობს რომ იმიტომ მოაწერა ხელი ამ ხელშეკრულებას ის მევახში მიუვარდა სახლში თავის ქმაზე უმაც არ იცოდა ეს ამბავი მიუვარდა სახლში და უთა თავის ქმას რომ შენმა ცოლმა სესხი აიყო ეს ბინა უკვე ჩემიაო გადმოფორმებულია ჩემზე და ესე იგი სასწრაფოდ დასალობი ამ კაც დაემართა იმ ფაქტი და დღემდე იმ ფაქტით წევს და ეს არის მიუხედავად და პროკურატურა დუმს და რატომ დუმს როცა ასეთი უტყუარი მტკიცებულებები გვაქვს ჩემთვის კარგი ეს თემა ასე გავარკვიე ერთი კიდე რჩება აი ყიდვა გამოსყიდვის აი იპოთეკები აიკრძალა ახლა ყიდვა გამოსყიდვის ხელშეკრულება წერია აი ქალბატონმა ჩვენმა სტუმარმა გადასარევად გითხრა ასეთი რამ ნახე 100000-იანი ქონება არის ვიღაცამ დაგიდო ხელშეკრულება რომ მე ხლა ეს ქონებაო მეო ვიყიდეო მაგრამ შენ უფლება გეძლება უკან გამოისყიდო 3 თვეში თუ მოიტან $100,000-ო და დაზუსტებით იცი რომ ამ $100,000 ვერ მოიტან ეს ბინა ხო დაკარგული გაქვს დიახ აქედან გამომდინარე ის ამ წუთში რომ გაძლევს იმ $100,000 და თან გაიმედებს რომ შენ გამოსყიდვა შეგიძლიაო კარგად ჩაიხედე რამდენ ხანში გთხოვს იმას უკან და რა წერია იმ ხელშეკრულებაში წერია რომ თუ არ მოიტანაო პირდაპირ ჩემი საკუთრება გახდა და დამთავრდა ანუ ამის კითხვა მინდოდა ხო ჩაიხედეთ რაზე აწერთ ხელს და ამის კითხვა მინდოდა ქალბატონმა როგორც გამოცდილი პროკურორი თავის კაბის როცა ასეთი მტკიცებულებები გაქვს ეს კი ბატონო არის მოცემულობა მაგრამ შენ მოგიტანეს დოკუმენტი და სადაც წერია რომ ამას ბინა კი არ უყიდია კაცო
ამას ფული გაუსესხებია, დადეს სხვა ხელშეკრულება, ფული გაუსესხებია, აგერ ჩადაწერი რომ სესხი აქვს მიღებული, ანუ პროცენტი აქვს გადახდილი და კიდე პროცენტები. და ეს უკვე არის თუ არა დანაშაული. არის თუ მეტყოლებს თუ არა იმაზე რომ რა არის ეს დატიბის დანაშაული. სავარაუდოდ გეთანხმებით შეიძლება, თუმცა აი მაგ მტკიცებულებების მიღმა რომ დევს ის ხელშეკრულება, ზოგიერთ შემთხვევაში პროკურატურა იმიტომ იკავებს თავს, რომ სასამართლოზე გადადის უკვე ტვირთი იმისა, რომ გააუქმოს სასამართლომ. თუ სასამართლო გაიზიარებს და გააუქმებს დაუშვათ პარალელურად მიმდინარეობს ხოლმე ხშირ შემთხვევაში სამოქალაქო დავა მოგეხსენებათ, ხო? თუ სასამართლო გააუქმებს და ხშირად მე გადაწყვეტილებაში მინახავს დანაშაულის შემცველი თეზისები, მოსამართლის შეფასებები უფრო სწორად ამა თუ იმ ფაქტზე და მე გამოგვიყენებია სისხლის სამართლის საქმეში გამოძიების დასაწყებად. აი ამასაც უნდა მიექცეს ყურადღება, იმიტომ რომ სამოქალაქო დავის განხილვისას სასამართლო ცოტა სხვა მიმართულებით მსჯელობს. ადრე მოგეხსენება ძველ კოდექსში იყო ასეთი ჩანაწერი, რომ თუ სამოქალაქო საქმის ან ადმინისტრაციული დაუშვათ საქმის განხილვის დროს გამოიკვეთებოდა დანაშაულის ნიშნები, თავად სასამართლო ახდენდა რეაგირებას და მხარის ინიციატივით. დიახ, ან მხარის ინიციატივით, დიახ და ახლა მხარეს შეუძლია გამოიყენოს უკვე, აი თქვენ რაც ბრძანეთ, ერთ-ერთი მტკიცებულება იქნება ის, რომ სასამართლოში თუ დადასტურდება ნამდვილად ის მტკიცებულებები, რაც თქვენ გავხდით, რომ ნამდვილად ეს მოტყუებით ხდებოდა და რეალურად ეს არ ყოფილა და ბათილობის საფუძველი თუ გახდება ეს ხელშეკრულება, უკვე მე შეიძლება რომ გამოძიების ამ გზით უკვე მივდივართ. მიდიხართ უკვე. ერთი ახლა ზუსტად ამ თემაზე ნახეთ, გარიგების ბათილობის რამდენიმე მოცემულობა არსებობს, თქვენ ახლა სისხლის სამართლის სპეციალისტი ბრძანდებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ სამოქალაქო იმ პროკურორს და თაღლითობის საქმეებში ეს მოქმედებს და თქვენ ახლა სხვათა შორის ერთი ახლა მინდა ვთქვა, რომ ერთი სამწუხარო რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ სამართალდამცავ ორგანოებში იციან გამოძიება, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს ხშირად სამოქალაქო კანონმდებლობაზე და რა ენაზე ელაპარაკები ვერ აგებინებ გამომძიებას, რას ეუბნები, რა გარიგების ბათილობის საფუძველი, ანუ მარსზე ზის სადღაც და იცის მარტო როგორ გამოიძიოს საათები როგორ დაიცვას 48 საათი ამას ქონება აქ კი არ ეკუთვნოდაო აქ ეკუთვნოდაო მეასაბებები ამ ქონია მაგრამ ვინც თაღლითობის საქმეებზე მუშაობს იმ გამომძიებლებმა იციან რა კი აი გამომძიებლები განსაკუთრებით სადაც სავალდებულოც არ არის მე მგონი ჩვენი კოლეგის ერთ-ერთი საქმე იყო კაცო დავკითხეთ რეესტრის წარმომადგენლები რეესტრი დავკითხეთ და რეესტრი ეუბნება სამკვიდრო აქ კი არ ეკუთვნოდაო კაცო აქ ეკუთვნოდაო და აქ რატო ითხოვოდა მე ვეუბნები აბა მე ვთქი აბა კარგად ჩაიხედი კარგი გამომძიებელმა არ იცის გამომძიებელმა არ იცის შეხო უნდა იცოდე რეესტრის იურისტმა რომ ქონება შეიძლება აღარ ასეულდეს მაგრამ მას უფლება ხომ არ დაუკარგავს მის სხვა ქონებებზე კაცი რომელიც დაიბადა საქართველოში და გარდაიცვალა ამერიკაში აქ ქონება არა აქვს მაგრამ ამერიკაში ისეთი ქონება დააგროვა რომ დარჩა ის ქონება აქ რო გარდაიცვალა აღარ ეკუთვნოდა ამერიკაში სახელი ხო მისი აქტივი ხო და საჯარო წარმომადგენელი ამბობს არ ეკუთვნის საჯარო რეესტრი ამბობს გამოძიება ამბობს საჯარო პროკურატურა ამბობს არა ბატონო აი ეს თაღლითურად აქ მოპოვებულია აიმე ლევან ეგ შენ ამერიკაო და მე გეტყვი უკეთეს ერთი ბატონი გარდაიცვალა და დარჩა ქონება თბილისში და დარჩა ქონება სოფელში და ამ თბილისში არსებულ ქონებას ოჯახი დაეუფლა ამ სახლიდან გასვენდა ეს ადამიანი და ცხოვრობენ ანუ სამკვიდროს მიღების ეს ანუ ფაქტობრივი ფლობით დაუფლებული იყვნენ და ნებისმიერ დროს შეეძლოთ აიღოთ სამკვიდრო მოწმობა. ოდესღაც აიღეს ახლა ეს სამკვიდრო მოწმობა, იმიტომ რომ სოფელიც აქვს დასარეგისტრირებელი. და გორის რაიონი იყო და მაშინ არ იყო ესე რომ უნდა ჩასულიყავი ადგილზე და იქ რეესტრთან იქ უნდა ქონოდა ურთიერთობა და იუსტიციის სახლში ზის რეესტრის წარმომადგენელი და შევიტანეთ ისა მოთხოვნა და ხარვეზი არისო და ხარვეზი დაგვიდგინა დოკუმენტიო უფლების დამდგენი დოკუმენტი არ გაქვთო სამკვიდრო მოწმობა გვაქვს წარმოდგენილი აქტივები და პასივები ხო და რატო მეთქი შეხვედრა მოვითხოვე ავედით მე და ეს ჩემი დასაცავი ქალბატონი ქვრივი იქო სამკვიდრო მოწმობა აგე მეუთხარი სამკვიდრო მოწმობები თბილისში დაირეგისტრირეს უკვე ქონება მეთქი მერეო ეხლა მეო სხვა სამკვიდრო მოწმობა მინდაო ქიწნისშიც რო დაირეგისტრირონო რას მელაპარაკები მეუთხარი კანონში არ წერია მეთქი რომ ერთს თუ დაეუფლა
ქონებას კი არა, ოქროს საათი რო დარჩეს მამამისისგან და კომპიუტერი და რა ვიცი მე საპენსიო წიგნაკი არ არსებული საპენსიო წიგნაკი რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს პირდაპირ წერია ის ერთი რაღაცა თუ დაეუფლა მეთქი ყველაფერს დაეუფლა სად ამბობს ამას კანონიო რეესტრში მეუბნება იურისტი ამბობს მე უთხარი მომეც გადმოიღეს სამოქალაქო კოდექსი მე არა მაქო კარგი ბოლოს ახლა მე მაქვს მეთქი მანქანაში და ეხავე ამოვიდან არ მიშვებს ეხლა მე რო გარეთ გამოვიდე საშუსაც აღარ მომცემს უკარო დაუბრუნდე და ტელეფონი არ ხონდა არა არ იყო ძველდროა ეხლა ვეუბნები ვაიმე მეთქი მე ეხლა ისა სასტრაფო წამალი თუ არ დავლია ეგ გავფიჩხდები მეთქი მოუკოდები წამალი მაქვს მანქანაში უნდა გამიშვა მეთქი და გამომიშვა გამოვედი რა წამალი დავავლე ამ სამოქალაქო კოდექსს ხელი და დაუდე აი ეს მუხლი არ იციან და თქვენ ხარ გონიათ რამე გამოს ეხლა კი ბატონო სასაკავებლო მაცნია და იქვე გაახსნევინებ აი ერთი ძალიან საინტერესო ჩანართია მარნეულში არის ეს მიწების თემა ხო იცით როგორი მოუწესრიგებელია და საზომვები და მთელი ამბები ერთი ჩემი კლიენტის საქმეა მივიტანეთ დოკუმენტი სადაც წერია არქივიდან სადაც წერია რომ ამ პიროვნებას ვინაც კონკრეტულად მიწის ნაკვეთი მიითვისა არც არქივშია დადასტურებული არც დოკუმენტში არ წერია საარქივო არადის ჩანაწერი საერთოდ არ არის და მოკლედ დაიწყო გამოძიება ამ საქმეზე მითვისებულ ქონებაზე დაიწყო გამოძიება და გამოძიება დუმს მეთქი ვეუბნები თუ გამოძიება დაიწყე რატომ დუმხარ თუ სიყალბეს აქვს ადგილი თვითონ რეესტრმა თქვა რომ ეს მიწის ნაკვეთი არასოდეს არავის არ ეკუთვნოდა სახელმწიფოს რატომ დუმხარ შენ ხომ ხარ სახელმწიფო ჩვენ ქალბატონ მარინას ნუ ვეჩხუბებით პროკურატურის მაგივრად არა ეს არის თუ არა ის ნაკლი რომელიც გამოსასწორებელია ნამდვილად არა სამწუხაროდ მე ვერაფერს ვერ გიპასუხებს თუ დუმს პასუხი რომ იყოს პასუხი საგამოძიებო მოქმედებების არ ტარდება თუ დუმს და ის არ ვიცით რა გვეუბნება რა გიპასუხოთ აბა ხო ზემდგომთან გავასაჩივრე სადღაც წავიდე რეესტრმა თვითონ თქვა პირდაპირ თავისით მოწერილი წერილით რომ კი ბატონო ეს დოკუმენტი არის რომელიც საკუთრებაში ვიღაცა სხვა პირს გადაეცა არაფერზე არ არის დაფუძნებული არ არსებობდა ამ პიროვნებაზე არც მის მემკვიდრეზე და რითი გადაეცა აბა გადაეცა რაღაცა აი სისტემური რეგისტრაციები რომ ტარდება ორი მოწვე მოიყვანეს და ჩემიაო იყო და ჩემიაო და თქვენ გამოვარკვიეთ ის მოწმეები ვინ იყვნენ? გამოვარკვიეთ მოკლედ არ უნდა მოასვენო. დაიწყო გამოძიება, მაგრამ ყველაფერზე დაიწყო გამოძიება. არ უნდა მოასვენო, იქ უნდა დასახლდელევან, აი კარავი უნდა დასცე და დაჯდე იქ და პოლიციაში. აი ზუსტადაც ეგრე უნდა მოიქცე. ქალბატონო მანანა, ერთი კითხვა მაქვს ახლა მე და სულ ჭკვიან ხალხს ვეძებ და ერთ-ერთი თქვენ ბრძანდებით უნდა გკითხოთ ეს. ნახეთ, შევიტანეთ საჩივარი და იქ ხო ვადა არ არსებობს სანამ სისხლის სამართლის საქმეს ნომერი არ მიენიჭება სანამ სისხლს ჩავაქცევთ მართლა და არ ვაიძულებთ გამოძიებას რომ მიანიჭოს ნომერი მანამდე ქვია მოკვლევის ეტაპი რომელიც გაუთავებლად გრძელდება ეხლა მიენიჭა ეს აქაც არა გვაქვს ვადა სანამ ბრალს წარადგენ ბრალი თუ წარადგინეს მე რიცოცხლე ჩაერთვებათ ვადები ბრალის წარდგენამდე ვადა არ არის გრძელდება ბრალის რო წარუდგენენ ვიდრე აი პირველი წარდგენა იქნება ბრალდებულის აი ვადებით მუშაობს აქტიურად და კიდე 9 თვიანი ვადა მუშაობს განხილვის დროს რომ პატიმრობაში არ შეიძლება ყვავდეს ამის შემდეგ გადავდივართ სრულ უსასრულობაში ეხლა რატო 2016 წლის თუ 14 წლის საქმეზე სასამართლოში პირველი ინსტანციაში ვართ გაჩერებულები ერთ ადრე სხვა ეპიზოდში სამოქალაქო დავაზია არა სისხლში ბრალდებულები ვართ 10 წელი ხდება ეხლა. და 24 თვიანი ვადა საწავლე ბრალდებულად ყოფნის. ხო, აი დაუშვათ 24 თვეში კანონში წერია 24 თვეში უნდა განვიხილოთ, მაგრამ თუ არ განვიხილეთ რა ხდება? არ გაგვაჩნია ჩამკეტი მექანიზმი. აი ეგ რა შვებით სამწუხარო არ ვიცი მე ასეთ შემთხვევები არ აი მე მაქვს ეგეთი თელავში 10 წელი ხდება სექტემბერში ამ საქმეზე მოწმეთა დაკითხვაზე ვართ გაჩერებულები და რადგან საქმე შევიდა ჩიხში იმიტომ რომ ამ ბრალდებულების მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი საერთოდაც ნული სტოლი იყო იქ განაჩენი დამდგარიყო გამამტყუნებელი დღეს აბსოლუტურად ნულს ქვემოთ ჩავიდა ეს კიდევ და გვთავაზობენ
მოდი 500 ლარი გადაიხადეთ, ბრალი აღიარეთ, არ არსებული ბრალი. ხო და გაგიშვებთო, ანუ გაგიშვებენ რა, მაინც შავდებულები ვიქნებით, ხო? კი არ დაგვიჭერენ, მაგრამ დასამართლოები ვიქნებით თაღლითობით, რომელიც არ ჩაუდენია ამ ხალხს. 7 ადამიანი 10 წლის თავზე 10 წლის იუბილეს აღნიშნავს ბრალდებულად ყოფნის. 24 თვე გვიწერია კანონში, მაგრამ რომ ამ 24 თვეში რო არ მთავრდება, მერე ვის რა პასუხი მოეთხოვება, ეს არ არსებობს. პრაქტიკაში სამწუხაროდ ასეთი არაფერი ქონია, მაგრამ დღესდღეობით გამამართლებელი განაჩენის დაყენების პრობლემა აღარ არსებობს. პროცესი არ იმართება, პროცესი აღარ ჩაინიშნა არასდროს. და საჩივრით არ მიმართავთ? ვისაც გინდა მიმართე, პროცესი არ ინიშნება. საკმაოდ ხო და არ გვეძახიან და არც არავის ახსოვს, რომ ეს ხალხი ბრალდებულია 10 წელია. პროცესი არ ინიშნება, თუნდაც დისტანციური არ ინიშნება პროცესი და კაცი შვილი პასუხისმომთხოვი არ არის თელავის სასამართლოსთვის, რომ 10 წელი რო ხდება ამ საქმეზე რა შვებითო. აი აქ რა უნდა ვქნათ? არის თუ ეს ხარვეზი უნდა არსებობდეს თუ არა ჩამკეტი მექანიზმი, რომ და თუ 24 საათ 24 თვეში არ დადგა კი, ჩვენ შეგვიძლია სტრასბურგს მივმართოთ, რომ არც ჩვენს მიმართ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულება არ განხორციელდა, მაგრამ სტრასბურგს კიდე მეორე 20 წელი ჯერდება იქ რო საქმე განვიხილოთ. აი ასეთი ეს ჩემი საქმე აგერ ერთი, აგერ ბატონი ლევანი ამბობს მეორე ასეთები იქნება. ესეთი, ანუ საკანონმდებლო ცვლილების დონეზე უნდა ვიმუშაოთ ჩვენ თუ არა, რომ ეს როგორღაც სავარაუდოდ კი, იმიტომ რომ მე მაგალითად ასეთ შემთხვევები არ მქონია არც ახლა და არც პროკურორობის დროს სხვათა შორის მოსამართლეები, რომლებსაც ასეთი პრობლემა ექმნებოდათ, ანუ 24 თვიანი ვადა უმთავრდებოდათ, აუცილებლად ეხილავდნენ საქმეებს და არ ვიცი მე ახლა თელავის სასამართლოში საკმაოდ კარგი და გამოცდილი შემადგენლობა მუშაობს და იქ რატომ ხდება ეს? მე ნამდვილად ვერ გეტყვით, თუმცა იგივე გამოძიების ვადებთან დაკავშირებით, აი მე ვისაუბრე იმაზე, რომ თაღლითობის საქმეებს პერიოდულად მოვატანინებდი ხოლმე გამომძიებლებს და ის რომელიც შესაწყვეტი იყო, წვიტავდით იმ საქმეს და რომელიც რაღაც პატარა ესეთი იყო პერსპექტივა შეიძლება ქონოდა, მითითებებს ვაძლევდით, სამწუხაროდ ეხლა არ ვიცი, მითითებები კიდევ არსებობს თუ არა. მითითებებს ვაძლევდით, რომ ამოწურულიყო გამოძიება და მე მიგვეღო გადაწყვეტილება ანისი ანასე, მაგრამ აი ეს 24 თვიანი ვადა ხა კანონში წერია, რომ 24 თვიანი ვადა ბრალდებულად ყოფნის, ხო? აი კანონმდებელმა მეტი რა უნდა გააკეთოს. და რომ მივმართოთ, რომ შეწყვეტე ამის გამო ვადები გაქვს დარღვეული? ვინ შეკითხოდა? რა მიმართეთ სასამართლოს, რატო არ უნდა მიმართოთ? რატო არ უნდა მიმართოთ? რატო არ გამოვიყენოთ? რატო არ უნდა მიმართოთ? ახლა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თუ კი კანონში არის გაქცეული დანაშაულებზე ვისაუბროთ. ეს არის ოჯახური ძალადობა, ეგრეთ წოდებული გარყვნილი ქმედება. აი ეს თქვენ ძალიან კარგად საუბრობდით, ვიდრე დაიწყებოდა ჩვენი პოდკასტი, აი საჭიროებათა საკითხებზე. არასოციალურთა მართლმსაჯულების თემა კარგად იცით და ძალიან კარგად ფლობთ ამ თემას. რასთან გვაქვს საქმე? რატო არა ის დაბალი სტანდარტი იგივე ოჯახურ ძალადობაზე, იგივე გარყვნილ ქმედებებთან დაკავშირებით მხოლოდ დაზარალებულის ბავშვის ჩვენება, ოჯახის წევრის ჩვენება, მტკიცებითი სტანდარტი გვაქვს ასეთი. რა გვეშველება? და რასთან გვაქვს საქმე? გასაგებია, გეთანხმებით ბატონო ლევან, რასთან გვაქვს საქმე და მოგეხსენება ძალიან გახშირდა ეს ოჯახური დანაშაულები და იგივე თუნდაც იგივე გარყვნილი ქმედებები. საკმაოდ გახშირებულია და ბრალდების მხარეს და სასამართლოც ფრთხილობს, რომ რამე ისეთი რეაგირების გარეშე არ დარჩეს ისეთი ფაქტი, რომელიც შემდეგ სანანებელი გაუხდება თუნდაც ადამიანური თვალსაზრისით, თუნდაც სამართლებრივად. მე ძალიან კარგად მახსოვს, სხვათა შორის ჩემი საადვოკატო საქმიანობის პერიოდში და გახშირდა უფრო ეს ოჯახური დანაშაულები. ფაქტები გახშირდა ასეთი თუ ანუ ამ ფაქტებზე რეაგირება გახშირდა, აი როგორ ფიქრობ? არა, ფაქტები გახშირდა და რეაგირების გარეშე ვერტოვებენ. მე მახსენდება ასეთი ფაქტი, ახალი შემოსული იყო, ასე ვთქვათ, დანაშაულის ეს კატეგორია და მოსამართლემ ეგრეთ წოდებული მოძალადე ქმარი დატოვა გარეთ, პატიმრობა არ შეუფარდა და მეორე თუ მესამე დღეს ქმარმა მოკლა ცოლი.
ეს არ ვიცი მე მგონი უნდა გახსოვდეს თქვენ ეს ცნობილი საქმეა და აქედან გამომდინარე ძალიან ფრთხილობს დიახ ძალიან ცუდი შემთხვევები იყო და სავარაუდოდ ამიტომ ფრთხილობს პროკურატურაც და სასამართლოც რომ მიიღოს მკაცრი გადაწყვეტილება თუმცა აღმოუჩვდით ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდურესობაში ეგრეთ წოდებული ძალადობის მსხვერპლი ეგრეთ წოდებული ქალები და თქვენ წარმოიდგინეთ ამაში არასრულწლოვან მცირეწლოვან ბავშვებსაც იყენებენ ისინი ძალიან გააქტიურდნენ და მქონია გვაქვს ისეთი შემთხვევები და მეც მქონია ისეთი შემთხვევები საკუთარ სახლშიც კი არ უშვებს ქმარს როგორც მოძალადეს და ამ დროს არანაირი ძალადობის ფაქტი არ ყოფილა საკუთარ სახლშიც კი არ უშვებს როგორც კი მივა რეკავს 112-ში და შემაკავებელი გამოუწერეთო ანუ კაცების სახელიდან გამოყრის შესანიშნავი საშუალება და მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, ანუ წინ უნდა უძღოდეს ამ ძალადობას რაღაც ისეთი ფაქტები და ისეთი მტკიცებულებები, რომლებიც დაარწმუნებს თუნდაც პროკურორს, თუნდაც მოსამართლეს, ობიექტურ პირს, დიახ, რომ ეს ადამიანი მოძალადე ქმარი ნამდვილად ჩაიდენდა ამ დანაშაულის ფაქტს და ასე მათ რო დაზარალებულმა თქვა და რას ქვია დაზარალებული ამბობს და მე როგორ ბრალი არ წაუყენო ეს მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება არ უნდა იყოს საკმარისი სამწუხაროდ აი ამ სიფრთხილის ფონზე გავრცელდა ისეთი ფაქტები როდესაც ბრალში ძალიან ბევრ მუხლს კვალიფიკაციის ნაწილში ბევრ მუხლს უტოვებენ ბრალში ბევრი მუხლით ხდება ბრალის წაყენება მე მაგალითად მახსოვს ჩემი პროკურორობის პერიოდში, როდესაც რამდენიმე ეპიზოდში შესაძლოა ბრალი დაგვედო პოტენციური ბრალდებულისთვის, ჯერ რაშიც მყარი ვიყავით, მყარი მტკიცებულებები რაშიც გქონდა, ჯერ იმ მუხლით, იმ კვალიფიკაციით უყენებდით ბრალდებას და ხშირად ხდებოდა ის შემთხვევები, რომ მე დამატებითი მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე უმძიმებდით. ეხლა რატომღაც თავიდანვე დამძიმებული ბრალდებები უყენებენ. დიახ, თავიდანვე დამძიმებული თუნდაც ერთი ეგრეთ წოდებული დაზარალებულის ჩვენებით და მეტი არაფერი რომ არ დასწრება. შარშან-მცემაო და მაშინ ჩუმად რამდენიმე წლის უკან, დიახ, მქონი ეს ასეთ შემთხვევებიც მქონდა, რომ თითქოს აი 3-4 წლის უკან ფეხმძიმეთ რო იყო, მაშინ გაარტყა ხელი ქმარმა. ასეთი და ტკივილი განიცადა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ეგა სუბიექტური მხარი ტკივილი უნდა განიცადოს დაზარალებულმა. მაშინ არ მიუმართავს, მაშინ არაფერი რეაგირება არ მომხდარა და მოგეხსენება ჩვენი პატრონი არ არის გაარტყა თუ არ და გაარტყა. ჩვენი კანონი ორსული ქალის მიმართ ეს ცალკეა მაკვალიფიცირებელი ნიშანია. და არაფრით არ მტკიცდება, რომ ნამდვილად მოხდა ესეთი. და არაფრით არ მტკიცდება, მარტო დაზარალებული ამბობს და სხვა მტკიცებულება ვერც იქნება, ბუნებრივია 3-4 წლის წინ მომხდარ ფაქტზე, ხო? თავისთავად, მაგრამ პროკურორი ამბობს დაზარალებული რო ამბობსო. ხო. ოჯახური ასე რომ აი ძალიან საფრთხილო თემაა. ამით პროკურატურა ასე თქვა ცუდ სიტყვას გამოვიყენებ. ვის უკმევს ასე თქვა. არავის არ უკმევს პრევენციას ახდენს რომ არ მოხდეს. ხო, რა თქმა უნდა. ხო, არიცი რომ ის გადამეტებულ მე მიმაჩნია რომ გადამეტებულ სიფრთხილეს იჩენენ. კი. ხო, მაგრამ ამით ხო ვიღაცას იყენებს ამ თემას კარგად. სხვა მაგალითად 20 წელი მიუსაჯეს კაცი იმისათვის, რომ ბავშვმა მეზობლის ბავშვმა მოიტყუა თუ არ ვიცი ხა მოიტყუა თუ ამას ბელოსას ამხილა რომ გარკვეულ ქმედებას ეწეოდა ჩემთანო და როგორც აღმოჩნდა და ამას აუცილებლად წარმოადგენთ სასამართლოში აპელაციაში, იმიტომ რომ გვიან ჩაერთვნენ ადვოკატები როგორც აღმოჩნდა სადაო ყოფილა მიწის ნაკვეთი რომელზეც არ მოაწერა ხელი და ვიღაცები იყენებდნენ ამ ბავშვს რომ ეს კაცი მოეცილებინათ იმ ადგილიდან და რატო ესე იგი ბავშვმა თქვა და ეს არის მტკიცებულებათა სტანდარტი და მასალების გაუმხილა თურმე და ეს ბავშვები არიან რომლებსაც თურმე მასალების დაუწერეს წერილი 7 ფურცლიანი აღწერეს ყველაფერი და ეს ბავშვები არიან ინკლუზიური ბავშვები რომლებსაც წერა-კითხვა ნორმალურად არც კი იციან. აბა ვინ დაუწერა?
ეს გამოძიების საკითხი და გამოძიების საგანია და მასწავლებელი თოა დაკითხული, მასწავლებელი რას ამბობს? უშუალოდ თუ შეხვდა ამ ბავშვებს და თუ ესაუბრა მასწავლებელს თუ წერილი დაუწერა, მასწავლებელი აუცილებლად უნდა დაინტერესებული იყო და სხვათა შორის არის, მე გამიგია პრაქტიკაში ასეთ შემთხვევაში ფსიქოლოგებსაც და სკოლებში ხო ყავთ ფსიქოლოგები და იმას იწვევენ და მისი ფსიქოლოგის თანდასწრებით ასაუბრებენ ბავშვს. და ეს კაცი მოაცილეს იმ ადგილიდან იმისათვის რომ გვერდით მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე არ მოაწერა ხელი, იმიტომ რომ იმას არასოდეს არ ეკუთვნოდა. და ეს იყო შურისძიების ერთ-ერთი საბაბი. ანუ ამას კარგად იყენებენ, ამას ვამბობ. ესეც ზედმეტი სიფრთხილის ბრალია. იყენებდნენ და იყენებენ დღესაც. ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ სასამართლო უნდა იყოს ობიექტური, ხო? აი ესეთ მტკიცებულებებზე როცა არის ლაპარაკი, შეიძლება ეს ფაქტი მოხდეს ვიღაცას რაღაცა კიდე. პედაგოგმა არ უნდა გადაამოწმოს. მაშინვე უნდა ნახე რაზე ლაპარაკობ და არ უნდა მოახდინოს პრევენცია. შეიძლება მოხდეს ბრალიც წარუდგინონ, მაგრამ სასამართლო სწორად იმისთვის არის, რომ ესენი ობიექტურად შეაფასოს. წეგან ეხლა ფსიქოლოგი ახსენე. ფსიქოლოგი მყავდა მოყვანილი, რომელმაც დაადგინა ექსპერტიზის დასკვნა წარმოადგინა და ფსიქოლოგიც დავკითხეთ, რომ კონკრეტულ ერთ-ერთ შემთხვევაში ბავშვი ტყუოდა. ეხლა და თან განგვიმარტა რომ ფანტაზიები აქვთ ხოლმე ბავშვებს. ხო, ფანტაზიები ესა დადგენილი არის და თან ნახეთ ის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ბავშვს ცოტა ფრთხილად ექცევა და ჩვენ თუ სხვა შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ რომ ბრალდებული ბავშვს ამას ვერ ვამბობთ კანონთან კონფლიქტში მყოფი. აი ესეთი მიდგომით მაინც ეხლა ჩვენ კაი ბავშვის ნება ესეთი რომ შეიძლება გაშალოს ფანტაზია და თქვას აი პირდაპირ კითხვას რომ დაუსვამენ და ეტყვიან წაგიყვანა თუ არა კი გეტყვის წამიყვანა შენ კი არ უნდა კითხო რა აი ეს მოხდა შენ უნდა კითხო რა მოხდა მე ვფიქრობ პედაგოგები ბევრს ცოდავენ ანუ პირდაპირ დაკითხვის წესი უნდა გამოიყენოს ეხლა უყურე ეს ფსიქოლოგი მეუბნება მოცემულობა ანუ ბავშვის ჩვენება ერთ ეტაპზე მეორე ეტაპზე ფსიქოლოგთან გასაუბრების აი ეს ყველაფერი შემაჯამებელი რომ ამას რო ამბობს ეს ორი ფაქტი ერთმანეთს წინააღმდეგება. მაგალითად ბავშვი ამბობს, ტელეფონი ყურთან ქონდა მიდებული და მე დავინახე, ამ ტელეფონში შიშველი ქალები ცეკვავდნენ. საქმეში ამოღებულია ტელეფონი. ვართ სასამართლოში. ნანახია ტელეფონი, რომ იქ არავითარი ასეთი ფოტო, ვიდეო გადმოწერილი არ არსებობს. ნუ კარგი, ეხა დაუშვათ ეს კაცი გაგიჟდა და YouTube-ში იყო შესული და იქ აცეკვებდა შიშველ ქალებს. ბავშვი ამბობს, რომელ ხელში ეჭირა ტელეფონი? აი ამ ხელში, მარცხენა ხელში, შენ სადიდექი მანქანასთან, მარცხნიდან. აი ესე უჭირავს ბავშვს ტელეფონი. ბავშვი დგას ისა, ამ კაცს ტელეფონი. აქ პორნოგრაფია გახურებული. და ბავშვი აქედან დგას, აი შენ ტელეფონი, პატივცემულო, აი ჩართული. კი, მაგრამ პორნოგრაფიის ყურება თუ უნდა და კონსერვატორი მიდევდა. დაუშვათ ერთი წუთი და კაც ხმარ გაუციან ბავშვისთვის. საერთოდ არ დაუნახია იქ თუ იდგა მანქანასთან. თავის მანქანაში იჯდა ადამიანი. და ეს ბავშვი და ბოდიში პატივცემულებო და საზარდოს იფხანდა. და ამ ბავშვმა ატეხა წიოკი მეო ეხა ჩავიხედე მანქანაში და ეს კაცი ასე შვებოდაო. კაცმა დარეკა ვიღაცას ელოდებოდა იმან უთხრა მე აქ წავედი უკვე სამსახურშიო დააწია უკან მანქანა და წამოვიდა. ამ ბავშვმა კევილი რო დაიწყო რა მოხდა შვილო და იქ ეს კაცი ასე შვებოდაო და ვიღაცამ ჩქარად ჩაიწერა ნომერი და კაც დაიბარეს. წარუდგინეს ბრალი არ დაუნახავს საერთოდ რა მოხდა იქ და ბოლოს მივედით იქამდე რომ ბავშვი ამბობს ჩვენებას რომ ასეო ყურზე მიდებული ტელეფონითო მეო აქედანო დავინახეო და გაამტყუნა პირველი ინსტანციის სასამართლო გაამტყუნა. წავედი ახლა აპელაციაში. ფსიქოლოგი დავკითხეთ. ფსიქოლოგი 1000 გზის ამბობს რომ ტყუის ეს ბავშვი ტყუის განა ამიტომ კი არ უნდა დავსაჯოთ მაგრამ ბავშვის ბუნებაა ესეთი ერთი მეორე საწინააღმდეგოს წარმოსახვის უნარი. ეხლა კარგი აი მოდი ექსპერიმენტი აგერავართ პროცესზე. აი შესწავლილია პროკურორი გვეუბნება რომ ამ ტელეფონში მსგავსი არაფერი არ არის. რომც იყოს YouTube-ში ჩართულიც რო ყოფილიყო რომელიც ეხლა აქ შენახული არ არის. აი ტელეფონი მე ვთხარი მივედი დაუდექი. აი მე აი ტელეფონი მიჭირავს და მიყურე ახლა აი აქ რა ხდება მითხარი მეთქი. ვერაფერს ვერ გეტყვიო. დიდი მადლობა მე ვთხარი და გამოვიდა და თქვა რომ ესო ისეთიო მტკიცებულებები წარმოადგინეთო და ისეთი პრეზენტაცია მოახდინეთო მე აქ ესე სწრაფად გადაწყვეტილებას ვერ მივიღებო. ეხლა უნდა გავიდეო შვებულებაშიო. მთელი შვებულება ამაზე უნდა ვიფიქროვო. აი რო დავბრუნდები კიდე საქმეს უნდა გადავხედო და გადაწყვეტილებას მე გამოგიცხადებთო.
გამოხდა ხანი ოდენი 3 დღე, გამოგვიძახა განაჩენზე, აი ესე თავჩაღუნულმა წაიკითხა განაჩენი და თავჩაღუნული გაიქცა პატივცემული და კაცმა სრული 5 წელი მოიხადა არარსებული ბრალისთვის. რა არის ეს? ეს არის ის, რომ სასამართლო არ ნახერას უფრთხიან 100 თუ ისეა დახურული პროცესებია თუ რაც არის, მაინც ხო ცნობილი ხდება, რომ ბრალი რა იყო გარყვნილი ქმედება, არასრულწლოვანი საკმაოდ ცუდად ჟღერს საზოგადოებაში. ცოტა ისეთი და რაქნა მოსამართლემ და გაამართლა, აი მას უნდა დაესხას მერე თავს სრულიად არასამთავრობო სექტორი და მიწასთან უნდა გაასწორონ. ანუ არც ერთი მოსამართლე თავის თავზე არ იღებს, რომ კი წარედგინა ბრალი, მაგრამ ეს ბრალი არ დასტურდება, ეს აიღოს მოსამართლემ თავის თავზე. ხო და იმ გარემოებაში, როდესაც ესეთი რამ არის ანგარიშწორების იარაღად გამოყენებული, აგერ პროკურატურას დაბალი სტანდარტი აქვს წარადგინა ბრალი და მოსამართლეც არის. მხოლოდ არასრულწლოვანის ჩვენების მოსამართლეც არის. არასრულწლოვანიც არ არის, ზოგ შემთხვევაში მცირეწლოვანია. და მოსამართლეც არის ანგაბრაზებული ცოლი და ესა სიდედრი თუ არ ვიცი ნებისმიერი მოსამსახურე ნებისმიერი ყველა შეუძლია. რა თქმა უნდა, პირადი პრობლემები ყველას აქვს. ვინც იყვნენ ყველა შეუძლია კაც გაგდოს სახლიდან. და მოსამართლე დაწიოკებული აიხლა არიქა ჩქარა მე აქ თავს არ დამესხან და ეს რა გაბედე გარყვნილ ქმედებაში კაცი გაამართლეო ადამიანი უდანაშაულო მე ჩემმა დასაცავმა პირმა სრულიად უდანაშაულომ მე ხლა გვარს არ დავასახლე მაგრამ ვინც მე მიცნობს იცის ეს კაცი ვინ არის სრულიად უდანაშაულომ 5 წელი მოიხადა აი რო იტყვიან ერთი ზარიდან მეორე ზარამდე ეს რა არის იგივე ემუქრება ახალციხეში იმ ფაქტზე რა მოგვეწურა ой მართლა ერთ შემთხვევას გეტყვით ისე ცოტა თითქოს სახალისოა მაგრამ არც ისე სახალისო არ არის აი ზუსტად მცირეწლოვანს ეხება დედამთილს შორის დაძაბული ურთიერთობა იყო და დედამთილმა ბებომ ანუ ბავშვი გააფრთხილა რომ მიდიო თქვიო შენო პოლიციას გამოუძახებ და თქვიო რომ დედამ გცემა შენო და სკუტერს გიყიდიო გამოიძახეს პოლიცია დაიჭირეს დედა ბავშვს დედა რომ მოენატრა და ტირილი დაიწყო და შემდეგ გაირკვა მეაკითხა პოლიციამ პროკურორთან შეხვედრა და მთელი ამბები ჰქონდა არ უყიდა სკუტერი ბავშვი ეთყობა ამაზე იყო გაბრაზებული და ბებომ დამარიგაო და ბებოს ბრალიაო და ბებოც დაიჭირეს დედა გამოუშვეს დედა არ ბავშვს სკუტერი არ აქვს მაინც ბავშვს სკუტერი არ აქვს მაინც და ის ბავშვი მიაჩვიეს ნახე მიაჩვიეს სხვათა შორის მე იმ პროცესზე რას ვამბობდი იცი აი ვიქტიმიზაცია არ უნდა მოხდეს მეორეული ვიქტიმიზაცია რომ ეს ბავშვმა ერთხელ ხო გადაიტანა საშინელება იქ რომელიც თვითონ გაჩერდა მანქანასთან თვითონ გაჩერდა სკოლაში მიდიხარ შვილო სტადი გაიარე არა ვიღაცის მანქანაში იყურები ეხა მოვიდა სახლში აი ეს შფოთი ხო ატყდა ბებია დახვდა ხო ბებია რა მოგივიდა აი იქ ვიღაცის მანქანა ესე ბებია მის კი არ ხარ ხო კაი შვილო არა უშავს ეხა შენ ხმარ გაუცია ხელი არ მოუკიდია არაფერი არ უთქვია შენს კიდე რას იყურები ხრის მანქანაში წადი სკოლაში და იქ ხო დამთავრდებოდა ამ ბავშვის ფანტაზიები ბავშვი იძულებული გახადეს ვინ მოახდინა ვიქტიმიზაცია ოჯახმა და გამოძიება იძულებული გახადეს ამდენი ხანი ეფიქრა როგორ სასქესო ორგანო დაინახა თუ არ დაინახა თუ რა ვიცი აი ესეთ თემებზე გაეშალა თავისი ფანტაზიები და პროცესზე ბავშვიც კი მიხვდა ბოლოს ერთ-ერთ კითხვას იცით რა გვიპასუხა არ მახსოვს ეგ მოხდა თუ არაო მიხვდა რომ მის ჩვენებაზე ბამკაცის ბედი იყო დამოკიდებული აი ამ მოცემულობაში კიდე კაცი გაამტყუნეს ესენი იყვიან რომ სასამართლო არსებობს ზედმეტი სიფრთხილის ბრალია ზედმეტი სიფრთხილე და მე მგონია ვიღაცის და რაღაცის ახლა ვახსენეთ მესამე სექტორია თუ ვინც არის და რატომაც არის აი ეს მეტი სიფრთხილე და ვიღაცისთვის ანგარიშის გაწევამ შეიძლება უარესი შედეგი მოიტანოს და ფაქტის სახელზეა თორე ჩვენ კიდე ერთხელ ვიმეორებთ რომ არავინ არც მოძალადეობის მხარდამჭერი ვართ გარს გარყვნილი ქმედებით ჩვენი პოზიცია არის მიუხედავად თქვენ პროკურორი ბრძანდებოდით და სახელმწიფო ბრალდებას წარმოადგენდით 2015 წლამდე დღეს ადამიანის უფლებების დამცველი ბრძანდები და ადვოკატი ბრძანდები ჩვენი კოლეგა ჩვენ გვინდა აი შემაჯამებლად თქვა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს მაგრამ უნდა აგოს ადეკვატურად ობიექტური უნდა და აგოს არა იმაზე მეტად ვიდრე მას ამ ბრალისთვის სასჯელი ეკუთვნის უნდა იყოს ობიექტური სასჯელი ობიექტური ჭეშმარიტების დასადგენა და ადეკვატური სასჯელი ეს კი ბატონო
მაგრამ ის უნდა იყოს დამნაშავე, ეს უნდა დასტურდებოდეს და ეს უნდა ირკვეოდეს სასამართლოში და სასამართლო უნდა იყოს მეტად კვალიფიციური, მეტად გაბედული ასეთი გადაწყვეტილებების მიღების დროს. ძალიან დიდი მადლობა ქალბატონო მანანა, ასეთ საინტერესო სტუმრობისთვის. ჩვენ მართლა ისეთი თემები გვაქვს, ისეთი ხალხიც ვიკრიბებით, როგორც ექიმები რო შეიკრიბებიან და არასდროს არ ამთავრებენ ლაპარაკს, აი ამ რაღაცა კონსილიუმები აქვთ, აი ესეთი დაავადება იყო პრაქტიკა ქნის ადვოკატები, აი სასამართლოს წინ ისეთი თათბირები იმართება ხოლმე ჩემს საქმეში შეეხება ჩვენ ერთმანეთთან ლაპარაკს ვერასდროს ვერ დავასრულებ, მაგრამ დრო მიდის, ჩვენი დროც ამოიწურა, ეს იყო ძალიან საინტერესო ეპიზოდი პატრიცემო მაყურებლებო, დარწმუნებული ვარ თქვენს დაგვეთანხმებით ამაში. მადლობა ქალბატონო მანანას სტუმრობისთვის და იმედს ვიტყოდ რომ მოდესმე ჩვენ კიდევ შევხვდებით ერთმანეთს და ძალიან სასიამოვნო იყო თქვენთან ურთიერთობა და დარწმუნებული ვარ რომ პირველ რიგში მოსახლეობისთვის იქნება ძალიან სასარგებლო დღევანდელი ჩვენი პოდკასტი და ჩვენი კოლეგებისთვის რომლებიც თავიანთ პოზიციასაც გაგვიზიარებენ თუნდაც კომენტარების სახით